გაძვირებული ბენზინისა და დიზელის ფონზე ბოლო თვეებში მსოფლიოში თხევად გაზზე, როგორც იაფ ალტერნატივაზე მოთხოვნა გაიზარდა, სხვა ქვეყნების მსგავსად, მისი მოხმარება მზარდია საქართველოშიც. თუმცა თხევადი გაზის ასოციაციის ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ მალე თბილისში თხევადი გაზის სადგურების ნაწილი დაიკეტოს, მიზეზი კი ჯარიმებია. რა კრიზისზე საუბრობენ თხევადი გაზის სექტორში და რა შეღავაც ითხოვს ბიზნესი, მარი მელიქიშვილი გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მარი, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა თათია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვიდრე თხევადი გაზის სადგურების დაჯარიმების საკითხზე ვისაუბრებთ, ზოგადად ეს სექტორი მიმოვიხილოთ იმ ფონზე, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ბენზინი და დიზელი მნიშვნელოვნად არის გაძვირებული, მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური გახდა საწვავად თხევადი გაზის იგივე LPG-ს მოხმარება, როგორც იაფი ალტერნატივის. მართალია ბოლო თვეებში ფასები მცირედით მასზეც გაიზარდა, თუმცა 1 ლიტრი LPG-ს ღირებულება კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბენზინისა და დიზელის ფასებს. სწორედ ღირებულება არის ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც სულ უფრო მეტი ავტომფლობელი ირჩევს მას საწვავად, მათ შორის ცენტრალური ევროპის წამყვან სახელმწიფოებშიც კი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ეს სექტორი მზარდია საქართველოშიც და ქვეყანაში არსებული მანქანების 15% უკვე LPG-ზეა გადასული. რაც შეეხება LPG-ს მომხმარებელთა რიცხვს, ის უკვე 170,000 ადამიანს აღემატება. 1 ლიტრი თხევადი გაზის ფასები კი ამჟამად საქართველოში 1 ლარი და 35 თეთრი დაიწყება და 1 ლარსა და 75 თეთრამდე მერყეობს. ფასები განსხვავებულია ლოკაციებისა და სადგურების მიხედვით. თხევადი აირი არის ხვალინდელი დღე. საქმე იმაშია, რომ ევროპის მთლიან ცენტრალურ ევროპაში, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო მოიხმარს LPG-ს. რატომ მოიხმარს? იმიტომ რომ ეკოლოგიურად არის კარგი, ადამიანებისთვის არ არის მომწამლელი. არც ერთი ის თანამედროვე საწვავი არ არის მომწავლელი, მაგრამ ეს არის შედარებით იაფი და ადამიანებს უფრო, ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იაფად აქვთ საშუალება იმისი, რომ შეიძინონ საწვავი და გადაადგილდნენ. საერთოდ ეს ბიზნესი მზარდია საქართველოში. მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში თურქეთში არის 85% გადასული ავტოტრანსპორტისა მთლიანობაში თხევადი აირის მოხმარებისა. ასევე არის ჩვენს მეზობლებ ქვეყნებში, ეს სომხეთი იქნება თუ თუნდაც რუსეთი თვითონ და ჩვენ დაახლოებით სადღაც 15%-ზე ავდივართ უკვე. რასაკვირველია LPG-ს იმპორტი რეალიზაციის მაჩვენებელი ყველაფერი მზარდია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ხდება LPG-ს საქართველოში პოპულარიზაცია და შესაბამისად მიმდინარეობს, ესე იგი, ზრდა უკვე 170,000 მომხმარებელს მიაღწია. რაც შეეხება LPG სექტორში არსებულ გამოწვევებს, დედაქალაქში უკვე თითქმის 1 თვეა თხევადი გაზის ავტოგასამართ სადგურებს აჯარიმებენ. ამ დროის განმავლობაში ფულადი სანქცია რამდენიმე ათეულ სადგურს შეეხო. საჯარიმო თანხის მოცულობა 2500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მონიტორინგი ახალი რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების წესების დარღვევით განთავსება რეალიზაციას ეხება. საუბარია საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზების ობიექტებზე, ასევე ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებულ თხევადი გაზის ავტოგასამართ სადგურებზე. თავად სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგულაციებს მიესალმებიან, თუმცა ბიზნესს სჭირდება გარკვეული დრო, რომ ამ ახალ რეგულაციას მოერგოს. პირდაპირ დაჯარიმება კი იწვევს ბიზნეს ოპერატორების ბაზრიდან გასვლას. თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა ხოფერია ამბობს, რომ მაღალი ჯარიმების გამო თბილისში თხევადი გაზის სადგურები სავარაუდოდ დაიკეტება. ბევრმა უკვე შეაჩერა მუშაობა, როგორც ხოფერია განმარტავს, ბიზნესს უნდა მიეცეს ლოგიკური დრო, რათა თავიდან მოაწყონ ობიექტები, აუცილებელია შესაბამისი დანადგარების შეკვეთა და სხვა ქვეყნიდან შემოტანა, ასევე ახალ ლოკაციაზე სადგურის მოწყობისთვის გარკვეული ნებართვების მიღება მუნიციპალიტეტისგან. რეგულაცია რომ აუცილებელია, ეს უდაოა და უნდა იყოს რასაკვირველია ვადები, უნდა იყოს საკანონმდებლო ბაზა, რომელ ბაზასაც მიყვებით, უნდა გქონდეს კომუნიკაცია, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს LPG სადგურები საქართველოსა და თბილისში კერძოდ. ფინანსური რესურსი რასაკვირველია საჭიროა, რეინვესტიცია საჭიროა. ამისთვის ეს სფერო და ბიზნესი არის მზად. ამაზე ეს არ შეადგენს პრობლემას. რასაკვირველია სანებართო პირობები, ესენი ყველაფერი კანონმდებლობის მიხედვით უნდა განისაზღვროს
და უნდა იყოს ნებართვები გაცემული. მშენებლობის ნებართვები რომ გაიცემა დაახლოებით, ესე იგი, იმისათვის რომ შესაბამისი აღჭურვილობა დამზადდეს, ეს აღჭურვილობა საქართველოში არ მოიპოვება და რომ დამზადდეს შესაბამისი აღჭურვილობა და შემოვიდეს ქვეყანაში, დაახლოებით ჭირდება რამოდენიმე თვე. ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი კონტროლისა და ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, ესე ვთქვათ, წესრიგისა და ესე ვთქვათ, წესრიგში მოყვანისა, ამა თუ ეს ბიზნესი იქნება თუ რაც იქნება ეს. მაგრამ ჩვენ ვართ წინააღმდეგი იმისი, რომ დღეს მსოფლიოში როცა მიმდინარეობს ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციები, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული საწვავი, რომელზეც შეიძლება მომხმარებელმა გადავიდეს და ამ დროს ფაქტიურად თბილისის მოსახლეობას უკაცრავად, მაგრამ ავტოგასამართ სადგურები აღარ ექნება, იმიტომ რომ გააჩერებენ ესენი ყველაფერს, იმიტომ რომ არ უნდა მათ ორმაგი და სამმაგი ჯარიმების გადახდა. აქვე ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც გადავავლო თვალი. 2026 წლის იანვარ-მარტის თვეებში საქართველოში 27,000 ტონა თხევადი გაზის იგივე LPG-ს იმპორტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია. მარი, მადლობა. მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.